როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ესე იგი დღეს დილით. ავდექი, დილით არა 12 საათისთვის. ავდექი, ვჭამე. ყავა დავლიე, მივალაგე. და დავწექი და დავიძინე ისევ. დამბოლო დროს ძალიან რაღაცა ნამეტანი მომდის. სახლში არ გვაქვს არაფერი პროდუქტი, ყველაფერი საყიდელია. ახლა უნდა გავიდე. და რაღაცა პატარა მარაგი შევავსო. თორე ასე გაგრძელება მართლა არ შეიძლება. კი არ დამასვენეს დედა წვენი მინდა, დედა მშია, დედა ჩავარ, დედა ამოვალ. ნუ არ ვიცი. ბავშვები ახლა სათამაშოდ არიან წასულები. გამოვცარიელდით. რაც დავბრუნდი, ნორმალურად პროდუქტები არ მიყედია. ამიტომ ახლა წავიდეთ. ოცებ მოვირბინე მარკეტი და ძირითადი პროდუქტები ვიყიდე. ბევრი არაფერი, მაგრამ უფრო ისეთი მარაგი შევავსე, რაც თვიდან თვემდე მჭირდება ხოლმე. და თან ყველაფერი ხოთით ზუსტად ერთდროულად რომ მთავრდება, აბსოლუტურად ყველაფერი. აი ეგეთი, ყოველთვის ერთდროულად ნულდება ხოლმე სახლში. სანამ ამოვალაგებდი პირველ რიგში აი ეს ქაღალდი გავაკარი. უკვე მოცრეცილი იყო, შესაძლებელი იყო და რამდენჯერ მიავარიდე თვალი დავხუჭე უფრო სწორად. ვითომ ვერ ხედავდი, მაგრამ ერთხელ ორჯერ და ხო იცით. სინდისიც გაირამია, ჩამოხსენი ძალიან მარტივია არა და მოხსნაც ძალიან ადვილია. და გავყურაც კი ხედავთ, ზუსტად 2 წუთში ყველაფერი მოგვარდა. ისე რომ სულტყვილად მეზარებოდა. კი. ძალიან მარტივია. მოდი გაჩვენებთ ჯერ სანამ სადილის მზადებას, პრინციპში უკვე ვახშმის მზადებას დავიწყებ. ბარემ გაჩვენებთ რა ვიყიდე. მოიცა რამდენ ლარად? ზუსტად 60 ლარად და 45 თეთრად. ეს გადავაგრეთ. მოვალ. მოდი. ეს კარტოფილია და ეს ახლა არ მივიღია. ბადრიჯანი ძალიან ცოტა. საჯანდაბა შეწერია ხონა. უნდა ახლობით 1 კილო ბადრიჯანი. კილო და 400 პომიდორი, კილოთრიცალი. 1 კილო ცარა კიტრი. ბულგარული. ხახვი. კინძი და რეჰანი. შემდეგ ხაის სომხური ქადები მიყვარს ძალიან. და სიგარეტები ხაფშორის გემრიელია ხოლმე და გამოვიყოლე. კბილის პასტა მოვშობ, კბილის პასტა დიდებისთვის. პატარა მაიონეზი. პატარა კი არა, საშუალო თუ რაც არის. 1 საღებავით მის. ჩემი ჭაღარა მიფრინავს უკვე. ნუ ეს. კვერცხი 10 ცალი და 10 კვერცხი დღეში გვჭირდება. ადრე რომ ვაბობდი ერთი პატარა ეზო და ქათამები ჩემთვის მისწრება თქო კი ხუმრობდი მართლა. სველი ხელსახოცი ძალიან კარგად ვიყენე. სტაფილო. ეს 60 ლარი ხო დავტოვე. ვერ ხვდები რა არის საჭმელი. მე ფაქტია დარაფერი. აღრობლები. მოდი ამას მოდებ რა. ეს გადამოვიღე, ეს სხვათა შორის არასოდეს გამომიყენებია, არასოდეს. და მგონია რომ რა ვიცი, იმედია გამოვიყენებ. ეგ წამოვიღე. აი ეს ხელსახოცები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიყენებ ასევე. ისეთ უკვე ვინც მეყურებ ხოლმე. და ეს. ხელოფნები და შეიძლება მეტი. კარგად ვიყენებ ხოლმე. ნარჩენებზე, ოჯახი ხო 9-მია. აი ეს არის. და შეიძლება საკუთად გამოვიყენო. მე მინდა დავიწიე. წვანილობი უმინდა, მაგრამ შემომებადრიჯდა რა ვიცი, ეგრე გამოვაშკარა. ბადრიჯანს გავამზადებ, მარილს მოვაყრი და სანამ ის თავის საქმეს იზამს, მე ყავას მერე დავლებ. კაია თქვენ ფენჭვარაობა, მაგრამ საქმე აღარ იცდის. სინდისი ხო 80 უნდა შევიღებო.
საღამოს თვასაც შევიღებავ. თორე არ მაქვს კარგად უკვე. და ახალი შეღებილით, მაგრამ საერთოდ სხვანაირად ცოცხალია ხოლმე რა. პრინციპში მარტო ძირებს ვიღებავ ხოლმე. აჭრელებული მაქვს. ეს ღია ფერი სულ შემითმებია. უცებ გადადის და ეს რა ვერ გადავიყვანე. არა და მოკლედ რო შევიჭრათ, ძალიან სწრაფად დავიბრუნებ ჩემ თმას. უბრალოდ შეჭრა მართლა არ მინდა. ხან მომინდება ხოლმე, მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე. მივაბარგებ ახლა ამ ყველაფერს. ეს რატო მოგრეცილი? ნიკოზი დამავიწყდა. ჯერ მაინც არ მჭირდება და საღამოს ამოვატანებ. დავჯექი და მე არ შემიგე სამსარი უჩები და რა გავაკეთო. მეც ის უნდა გავხსნა ერთი. იმედია რომ რაღაცა სხვა არ გონია და სხვა არ არის. ძალიან არ მომეთხო რა გადასაწმენდია. არასოდეს არ ასეთი თხელია. შერი კელო. რატო ველოდი უფრო სკილსი ფიფანა ამან რა უნდა გაწმინდეს. ეგრე მგონია რომ ამას აღარ ვიტყვი არასდროს. გავაგზადე პატრიჯანე. მინდა რომ შევწვა. სტანდარტულად არ გავაკეთებ ცოტა სხვანაირი რეცეპტით. ზოგადად მე ძალიან მიყვარს პატრიჯანი ყველა ფორმით და ყველა ბრუნვით. ყველაფრით. და ჩემები დიდად არ მიირთმევენ არ ჭამენ და მაგიტომ უფრო მეზარება ხოლმე ერთხელ არა ორჯერ არა და ხა მარტო ჩემი თავისთვის საჩალიჩუა. სალათის ფორმით უფრო ჭამენ. აქ უნდა გამოვაცხო. თანდათან შევუდგეთ ჩვენ საქმიანობას. ოდესაც სამზარეულოში რამის ვაკეთებ და ცოტა ისეთი დიდი ხნის საქმე მაქვს ხოლმე, პარალელურ რეჟიმში ყოველთვის რაღაცას ვუყურებ. ხან გადაცემებს, ხან ფილმებს და ამ რამდენიმე დღის წინ ჩავყირავდი ერთ თურქულ სერიალში. ჩემი სახელია ფარაჰი. არ არის ხოთაშორის ახალი სერიალი, ძველია, მგონი 2023 წლის და მე ახლა ვიპოვე რატომღაც. მე ხო ეს თურქეთზე შეყვარებული ადამიანი ვარ და თურქული ყველაფერი მიყვარს. ამასობაში შემოbracet ჩვენი პატრიჯანი რაც შეიძლება ნაკლებ ცხიმში. რაც არ დამეტია, ტაფაზე მოუბრაწე რომ დრო მომეგო და მოვიგე კიდეც. რადგან ზეთი გუში შხინებს, დავიცვეთ თავი. ой, მე ბოდიში, აკაშკარად რაღაც რუსულ ფილმს ვუყურებ. გატყუებდით ნახეთ ფასა და ხელშუა. არა ეს ბოლო რამდენიმე დღე ძალიან ბევრი ვიდეო დამიგროვდა უბრალოდ მასალა და დასაწყობი და სახარისხებელი და დასალაგებელი. ცოტა რაღაცა ავიჭერით ახლა დროებში და ვადებში, მაგრამ დღეს მდგომარეობით ბოლო 3 დღე მართლა იმ სერიალზე ვარ შემჯდარი, რასაც ქვია და ეს არის რამდენიმე დღის წინ გადაღებული კადრები. ამიტომ არის აქ რაღაც სერიოზული ფილმი. არ მომიტყვები ხართ? მივთუშ მოვთუშე ხახვი ბულგარული სტაფილო ცოტა ნიორი მის რაღაცა ცოტა სუნელი ნიგოზი და აი სასწაული გამოვიდა აი უგემრიელესი გამოვიდა გიჟდები ზოგადად პატრიჯანზე აჯაბსანდალიც მეყვარს უგონოდ მაგრამ ჩემები არავინ არ მიირთმევენ აჯაბსანდალს ამიტომ მართლა არ ვიცი შეიძლება საფხულში ერთხელ გავაკეთო მხოლოდ ან ორჯერ გარნერი მზად არის და შემოვუპიწყინოთ მე ჭადებიც ბარემ უნდა მოგანდომოთ ბოლო პარტია იწვება და უნდა გავსინჯო აი რაღაცა ჯერ სურნელი აქვს ისეთი აი როგორ მოგაწვდინოთ მე ახლა ეს სურნელი მერთო სიტყვაზე მანდათ რომ სასწაულია ეს უღურა ოლიჩკა ბათხოვარი მერთო რა კარგია
მე რა რომ 10:09-ია. არა უშავს ფეხით უნდა გავიდე ახლა სასეირნოთ და კარგი ხანს ვივლი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგაშიეთ დიახ ამას ემსახურებოდა ეს ვიდეო და გემშვიდობებით ბარე.